2007-ში მივიღე ბრძანება გავაკეთო ჰოსპიტალი 2008 წელს იქნებოდა ომი. ვიცოდით ეს. იქ სადაც ის თაფლი ტარდებოდა იქ კეზრასკუს ესერაფერი რესეკნი. უნდა ყოფილიყო სააკაშვილი და სამხედროები. აპატიეთ ამ შეკითხვას რო გისმენთ, ცოტა მძიმე შეკითხვა არის ჩემთვისაც, თქვენთვის განსაკუთრებით. თუ ვინმეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსის ჯარი უკვე შემოსული იყო, ამ თათბირზე ეს უნდა გაჟღერებული. 7 აგვისტოს დილით თათბირზე ამის შესახებ არაფერი არ თქვა? არაფერი არ თქვა. სამხედრო გეგმით ცხინვალში შესვლა საერთოდ არ გეგმით. ეზერაშვილმა უპასუხა, რას ამბობ, ანუ ისინი გააკეთებენ იმას, რასაც ჩვენ ვეთქვით. როგორც პოლიციას უნდა ესე იქნება. 2008 წელს იმის დამეხოთ, რომ ჯარი ძალიან კარგად ჩაცმუდახურული იყო და კარგად იკვებებოდა. ჯარი იყო სავალალო მდგომარეობაში. ამ თათბირზე თუ იყო საუბარი კონფლიქტის, ანუ პოტენციური საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმაზე. არ ყოფილა ეს საუბარი. მან თქვა ერთი ფრაზა, რომ იქ ცხინვალს ჩვენ ავიღებთ. ჩვენ ვინ? პოლიცია. პრეზიდენტი გაიქცა. რასაკლი ცუდად იმოქმედა ჯარზე ძალიან. მოგესალმებით. ის რაც 18 წლის წინათ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში მოხდა, ყველა ნორმალური სამშობლოს პატრიოტი ქართველისათვის დასაკვირველია, ყოველდღიური ტკივილია. თუმცა ყოველ წელს, როცა აგვისტოს დღეები დგება, ეს ტკივილი უფრო მძაფრდება, ახლდება და თითქოს თავიდან იწყება სისხლდენა იმ ჯერ კიდევ პირშეუპრავი ჭრილობებიდან. ამიტომაც დღესაც სააკაშვილის რეჟიმის მიერ დარბეული და დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე რეჟიმის ანატომიის დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ ვსაუბრობთ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ და ჩვენი სტუმარია საქართველოს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომების ვეტერანი, ექიმი, სამხედრო ექიმი ბატონი ლაშა ქოიავა. ბატონი ლაშა, მოგესალმებით და მადლობას გიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ რომ დამპატიჟეთ. მოდი ასე დავიწყებ მე თქვენთან საუბარს. თქვენ როგორც სტაჟიანი, ძალიან დიდი ხნის სტაჟის მქონე სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ნამუშევარი თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში. ცხადია, ძალიან ახლოს იყავი და ასე ვთქვათ, შიდა სამზარეულოში ფულს ფუსებდით იმ პროცესებისა, რა პროცესებიც განვითარდა უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში საქართველოში. თუმცა მე თქვენთან პირველი შეკითხვა ასეთი მექნება. 2008 წლის 8 აგვისტო ეს აუბედითი თარიღი სანამ დადგებოდა. მაინტერესებს, გქონდათ თუ არა თქვენ რაიმე ტიპის ინფორმაცია, ან გრძნობდით თუ არა თქვენი ანალიზის მიხედვით, შეფასების მიხედვით, გქონდათ თუ არა იმის განცდა და წინათგრძნობა, რომ საქართველო უახლოვდებოდა ომს. თუ მიანიშნებდა რაიმე ამაზე. ჩემო კარგო, მე 6-ში მივიღე ბრძანება და 7-ში ჩემი ნაწილი უკვე გაშლილი იყო და ელოდებოდა დაჭრილს. ჯავშანი შესული იყო ქარლის რაიონში 25 ივლისს. 23-ში ზუსტად აღარ მახსოვს, ბევრი წელი გავიდა. მინიშნება იმაზე, რომ ომი იქნებოდა, ძალიან ხმამაღლა თქვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისა მარცა არაერთხელ, უბრალოდ ომის შემდეგ, ომამდე ვერ იტყოდა, მაგრამ ომის შემდეგ უკვე ყველაფერი კარტი იხსნება და არაფერის დამალვა სისულელია, რაღაცის დამალვა. ხო, იმიტომ რომ ყველაფერი იცის ომის მერე. მან თქვა არაერთხელ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მრავალჯერ გააფრთხილა საქართველოს პრეზიდენტი ომი არ დაიწყოს, ხო? იყო ეგრე. ხო, კონდოლიზა რაისას თავის მემუარებშიც უწერია. ხმამაღლა თქვა იმაში მედიაშიც, ხო? კი ბატონო. კი ბატონო. ახლა მე რატო უნდა მქონოდა რაღაც
დამალულად, რატომ უნდა მემარჩიელა. ზუსტად ვიცოდი, ხო 2007-ში მივიღე ბრძანება, გავაკეთო ჰოსპიტალი, რომელიც უზრუნველყოფს საბრძოლო მოქმედებებს სამედიცინო ხარდაჭერას გაუწევს 2008 წელს იქნებოდა ომი. ვიცოდით ეს. იცი რა შეესაქმე, ჩვენი მიდგომა არის არასწორი. რას ნიშნავს ჩვენ არ აგვაქვს უფლება დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. ჩვენ ვაყალიბებთ ეგრე, ჩვენ ომი არ დაგვიწყე, ომის შემთხვევით მოხდა, რაც რუსეთი მოულოდნელად ვაკროლა თავს დაესა, ჩვენ არ ვაპირებდით ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას? არც ახლა არ ვაპირებთ? არც ახლა არ გვინდა? სურვილით როგორ არ გვინდა რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ თუ გინდა რაღაცა უნდა აკეთო. აანალიზებთ ჩვენ იმას, რამდენად გვაქვს სამხედრო გზით ამის გაკეთების რესურსი. გასაგებია, როდესაც არ გინდა სამხედრო გზით დაიბრუნო, სამხედრო გზით დაკარგული ტერიტორიები, ვერასდროს ვერ დაიბრუნებ ამ ტერიტორიებს. ყველაფერი ხდება გათვლებით, გაანგარიშებით და უნდა მიესადაგებოდეს შენი ქმედება იმ გარემოს გეოგრაფიულ, პოლიტიკურს, ეკონომიკურს, საზოგადოებრივს, სოფლიოში განვითარებულ მოვლენებს. ამით განსხვავდება გენიალური ადამიანი და ჩვეულებრივი ადამიანი, ხო? ჩვენ ისტორიას რო განვიხილავთ, არა მარტო საქართველოში, არამედ სოფლიოში ყველგან ხდებოდა ეგრე. მართველი იყო ჭკვიანი, თვლებოდა, როდესაც ის გამოიყენებდა სწორედ იმ შექმნილ ვითარებას, რომელიც იყო მისი ქვეყნის ზოგადად სოფლიოში, ხო? ну იმ დროინდელ სოფლიოში. მაშინ როდესაც ჩვენ გვინდოდა დაგვებრუნა ეს ჩვენი ტერიტორიები. რასაკვირველია რაღაცნაირად დაძაბული სიტუაცია იყო, მაგრამ ვინაიდან ჩვენი მოკავშირეები, მეგობრები, ჩვენ გვაფრთხილებდნენ რომ არ უნდა დაგვეწყო, ესე იგი რაღაც უფრო მაღლა და მეტი ინფორმაცია უნდა გქონოდა ან ჩვენ, ან მათ ჰქონდათ, შეიძლება ჩვენს ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ ვერ ვაანალიზებდით უკეთესად, ვიდრე საჭიროა. ხო? მაგრამ ფაქტია, რომ ისინი გვაფრთხილებდნენ, არ დაეწყოთ საბრძოლო მოქმედება. 2007 წელს, როდესაც თქვენ მიიღეთ ხელმძღვანელობისგან ბრძანება, რომ უნდა გაგეკეთებინათ, უნდა მოგეწყოთ საველე ჰოსპიტალი. ხო. აქ პირდაპირ გახსნილად იყო ნათქვამი, რომ ეს ჰოსპიტალი აუცილებლად იმისთვის უნდა ყოფილიყო მზად, რომ უეჭველად იქნებოდა ომი? საერთოდ ჯარი თუ რამე არის ჯარში, ყველაფერი არის ომისთვის. ჯარს აქვს ორი მდგომარეობა. მესამე არა, ორი მდგომარეობა აქვს. ან ომობს, ან ემზადება ომისთვის. რასაკვირველია, სამხედრო ჰოსპიტალი პირველ რიგში კეთდება იმისთვის, რომ საბრძოლო მოქმედების დროს მოახდინოს სამედიცინო უზრუნველყოფა. ხო, ბრძანეთ თქვენ რომ როცა 2007-ში მივიღე ეს ბრძანება, უკვე ვიცოდი რომ 2008-ში იქნებოდა ომი. კი, იმიტომ რომ მე დამისვეს საკმაოდ ჩარჩოებში ჩამსვეს, დროის ჩარჩოში ჩამსვეს. რომ 2008 წლის მაისისთვის მზად უნდა ყოფილიყო ჰოსპიტალი, ანუ ქონებით, მატერიალური ქონება, ხალხი, პიროვნები, პერსონალი და ყველაზე რთული რაც არის ამ დროს ადამიანს რაღაც ფსიქიკაში უნდა შეუცვალო, ის უნდა იყოს მზად შევიდეს ომში. ყველაზე რთული რაც არის ადამიანის მომზადება საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის. ეს არის ყველაზე რთული თორე ხო სროლასაც ასწავლი ადამიანს და კარავში ოპერაციის გაკეთებას. მაგის გაკეთება პრობლემური არ არის, მაგრამ უკვე როდესაც რეალური საბრძოლო მოქმედება მიდის და артиллерия მუშაობს, არა რაღაც სამიზნეებზე, რომელიც ჩვენ თვითონ დავდეთ და რაღაც ტირის შტაბ-ბიჭილებას ვტოვებთ, ეგ აღარ არის საშიშროება სიკვდილისა, რომელიც იქიდან მოდის. ну ცulis ადამიანს რასაკვირველია. ბატონ ვაშა, ვინ განგისაზღვრათ თქვენ ეს ამოცანა, რომ აი 2008 წლის მაისში ვინ იყო ეს? ეს იყო თავდაცვის მინისტრი, გაერთიანებული შტაბების უფროსი თუ ვინ? მე კონკრეტულად. მე მქონდა დაქვემდებარების იერარქიის მიხედვით, რა. სახმელეთო ჯარების სარდალი და გენერალური შტაბის უფროსი, მაშინ გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე. კონდათ უკვე მაისისთვის მზად ყველაფერი. კი. აპრილში უკვე იყო ჩავატარე რამდენიმე სწავლება. საგურამოში იყო ეს თუ არ ვცდები. კი. იძლეოდა საშუალებას დავუშვათ საგურამოში რეზერვისტების წვრთნა, რომ ისინი მოსულიყვნენ რამდენიმე დრო ყოფილიყვნენ დაბრუნებულიყვნენ თავის სპეციალობას.
და მე ყველანაირად ვცდილობდი, რომ ეს ჩემი ექიმები, რომლებიც უშუალო სამხედრო შტატზე იყვნენ, მათაც ქონოდათ საშუალება, ის კი არა რესპუბლიკურ სამართლობაში გავაკეთეთ ის, რომ ჩვენს ექიმებს ქონდათ უშუალოდ სამკურნალო პრაქტიკა რესპუბლიკაში, იმიტომ რომ მაშინ ბევრი იყო რესპუბლიკაში პაციენტები. მაშინაც კი არა, ეხლაც ბევრია იქ. ანუ ექიმის ფორმაში უნდა იყოს, როგორც რასაკვირველია, თან ის უნდა იყოს ექიმის ფორმაში და თან უნდა იყოს მზად, რომ კარავში გააკეთოს, სადაც ტყეში, მინდორში, ექსტრემალურ სიტუაციაში. რა მაინტერესებს ბატონო, თქვენ თუ გქონდათ უშუალოდ შეხება, ან თუ გქონდათ ინფორმაცია ამის შესახებ. უშუალოდ პრეზიდენტი, მაშინდელი პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი პირადად უმაღლესი მთავარსარდალი კი ბატონო პირადად თუ ინტერესდებოდა ამ საველე ჰოსპიტალის მოწყობის პროცესით არა საველე ჰოსპიტალის საკითხებში არა მინისტრის იქით შეხება არავისთან არ მქონია პირადად თქვენ არ გქონიათ სააკაშვილთან ხო არა მე მქონდა გეზერაშვილთან ერთ-ერთი კი ბატონო ну ცხადია რომ მას კეზერაშვილისგან ექნებოდა ინფორმაცია ну რასაკვირველია კი ბატონო მაისიდან აგვისტომდე არ არის დიდი პერიოდი 3-4 თვე არის რაც თქვენ დაასრულეთ მაისში ამ საველე ჰოსპიტალის უზრუნველყოფა მოწყობა სულ რაღაც 3 თვეში არც კი ალბათ დაიწყო ომი როდის მოვიდა პირველი განგაშის სიგნალი პირადად თქვენამდე რომ აი უკვე საბრძოლო მოქმედებები იწყებოდა. ფიფში და ამერიკას სახმელეთო შტაბის უფროსი. მივედი დისლოკაციის ადგილზე, სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილზე, დავწერე ბრძანებები, ხელი მოვაწერე რაღაც განკარგულებებს. მერე მოვედი დილის 5 საათზე უნდა ყოფილიყავი მინისტრის თათბირზე. იმიტომ რომ მალევე უნდა გასულიყო სამხედრო ნაწილები, აგვიანებდა ხანაგი მინისტრი. მე როგორ ტელეფონი დაუკავშირდი შტაბის უფროსს, ასე უთხარი გაიყვანე ჩემი საველე ჰოსპიტალი და მედიცინა ცოტა სპეციფიური, იმიტომ რომ იმას რასაც აკეთებ, ის არანაირ კავშირს შეერს უშუალოდ სამხედრო საქმესთან, ხო? სპეციალობა არის უმკურნალო ადამიანს, ამიტომ ყავს ადამიანი, რომელიც ამ სამკურნალო საქმეს განაგებს, მაგრამ მას ის არ უნდა დატვირთო იმ საქმით, რომელიც არის უშუალოდ სამხედრო საქმე, გადაადგილება, მარშები, ლოგისტიკური უზრუნველყოფები. ამიტომ ამას ვავალებდი შტაბის უფროსს, ეს ყველაფერი მაგას გააკეთებინა შტაბის უფროსმა მიიღო ჩემგან ბრძანება და კოლონა დაძრა. მე ჩატარდა თათბირის მე მარტო ჩავედი და მაგრამ ეს ყველაფერი წინასწარ იყო მომზადებული, გეგმები იყო დაწერილი, ბრძანებები იყო გამზადებული, რომელსაც უკვე ხელის მქონდა მოწერილი. თათბირი ჩატარდა კეზერაშვილის მინისტრის კაბინეტში? ხო, სათათბირო. ხო, კონსაკონფერენციო სათათბირო დარბაზში ალბათ. კი ბატონო. ეს ხდება როდის? ეს ხდება 7-ში დილით. 7-ში დილით. და ვინ ესრება ამ თათბირს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობისპირებიდან თუ პოლიტიკური, რასაც კი პოლიტიკური თანამდებობის პირი, იმდენი იყო, მაგრამ სადათვლიდა რას ლაპარაკობ. ხო გახსოვთ ვიღაცები, ვინ იყო? ნუ რასაკვირველია, კეზერაშვილი მახსოვს, პანამერაბიშვილი მახსოვს, პოლიტიკური ხარისხის. მახსოვს ადეიშვილი მახსოვს. კიდე ვიღაცები იყო. აი მერაბიშვილი გასაგებია, აი საპოლიციო ძალებსაც უნდა მიიღოთ მონაწილეობა ხო აქ, მაგრამ პროკურორს ადეიშვილს რა უნდოდა ამ თათბირში? იცით ასეთ შემთხვევაში თუ ჩვენ პოლიციური ძალები ღებულობენ მონაწილეობას, პროკურატურაც მუშაობს ამ დროს, თუ ხდება რა დანაშაული, გნებოთ იქიდან მხრიდან და გნებოთ ჩვენი მხრიდან, პროკურატურაც ერთვება ამ საკითხში იმ საქმის გამოძიებას. თუ ამ კუთხით ვუყურებთ. მაგრამ იქ სადაც ის თათბირი ტარდებოდა, იქ კეზერაშვილს არაფერი არ ესაქმებოდა. იმიტომ რომ ეს არის უშუალოდ საბრძოლო მოქმედებაზე გასვლის თათბირი. იქ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი და სამხედროები. იმიტომ რომ ეს არის უმაღლესი მთავარსარდალი, სარდლები, გვარობები, უმაღლესი მთავარსარდალი, გვარობების სარდლები, მეთაურები და მორჩე იქ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს საქმე არ ქონდა.
გასაკეთებია. რა რჩევა დარიგება უნდა მიეცა. თქვენი ბრძანდებოდით იმ თათბირზე და ეს უნდა კი მეკითხა. ბატონო, ხო სწორედ. რას ამბობდა მერაბიშვილი თუნდაც იქა? იცით მერაბიშვილი რამდენიც არ უნდა იყოს გასაკვირის მისი ფრაზა რომ თუ რამე ფუჭდება გავაკეთოთ ისე როგორც სამხედროები ამბობენ ეს სწორედ და კარგი ფრაზა იყო. ისე რომ კასპაროვს მან ბევრი სხვა არ ლაპარაკი. მაგრამ ეს ფრაზა რას მოყვა ბანდუნულაშა? ეს ფრაზა მოყვა იმას რომ სამხედრო გეგმის მიხედვით რაც უნდა გაკეთებულიყო ბევრი რამე შეიცვალა. ბევრი რამე შეიცვალა ამ პოლიტიკური მოთხოვნების პოლიტიკოსების, არ ვიცი, პოლიტიკოსი ცოტა რთული სათქმელია ამ ახალგაზრდა ხალხისთვის. ია. იქ დასკვნა შეიძლება გაკეთებულიყო ერთი რომ აი ამ სამხედრო თათბირამდე ისინი იყვნენ პრეზიდენტთან თათბირზე. იქიდან წამოიღეს რაღაც მოთხოვნები. და ამიტომ ცდილობდნენ სამხედრო მოქმედების მისადაგებას სამოქალაქოების რაღაც თხოვნებზე. რაც სრული აბსურდია. ისეთ იმაზე საუბარი რომ რუსის ჯარი უკვე ჯავშანზე იდგა და პირიქითა კავკასიონზე უღალ იმასთან გვირაბთან იდგა თუ გვირაბში უკვე შემოსული იყო, მაგას რანაირი განსხვავება არ აქვს. ჯარი მოქმედებს თავისი გეგმით. ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას ამ შემთხვევაში, რომ თუ ვინმეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსის ჯარი უკვე შემოსული იყო, ამ თათბირზე ეს უნდა გაჟღერებულიყო. 7 აგვისტოს დილით თათბირზე ამის შესახებ არაფერი არ თქვა? არაფერი არ თქვა, რომ რუსის ჯარი შემოსულია და რაღაც დანაყოფებით განან და ჯავშანი, რუსული ჯავშანი უკვე შემოსულია და ცხინვალთან ამის არანაირი ინფორმაცია მოსული თათბირზე არ იყო. როკის გვირაბთან რომ იდგნენ ეს დაკავებული ტანკები? ეს ვიცოდით. ისინი რომ მზად იყვნენ, შემოსული იყვნენ და ცოტა მიჭირს. ესე იგი ვარაუდი იყო რომ 8-ში შემოვიდოდა პირველი მზვერავი თვითფრინავი, 8-ში შემოვიდა მზვერავი თვითფრინავი, 9-ში დაიწყო დაბომბვა 8-ში დღის მეორე ნახევარში დაიწყო პირველი საბრძოლო მოქმედება თვითფრინავებმა და 10-ში შემოვიდა ჯავშანი. როგორც თქვა სახმელეთო საბჭო ზუსტად უბრალოდ იცი რა არის სამხედრო საქმის მიხედვით, რაც არის სახელმძღვანელოში, ისე ხდებოდა ყველაფერი. აქ საქმე იმაშია, რომ შენ უნდა შეუცვალო მას თამაშის წესი. ის როდესაც მოქმედებს სუფთად ციგნის მიხედვით, აი რაღაც ინსტრუქტაჟი, რომელიც წერია ციგში. შენ თუ იცი რას გააკეთებს ის, შენ მას უცვლი თამაშის წესებს. და ამის შესაძლებლობა იყო. ამ თათბირზე ბატონო ვაშა საბოლოო ჯამში რომელმა პოზიციამ გაიმარჯვა? იმ პოზიციამ, რომელსაც ლობირებდნენ პოლიტიკური თანამდებობები, თუ რომელსაც ლობირებდნენ სამხედროები? იცით რა არის, ვინაიდან საბრძოლო მოქმედება არ წავიდა იმ გეგმით, რასაც გეგმავდნენ სამხედროები, რაც იყო დაწერილი და შემოშალებული წინასწარ. თუნდაც რამდენიმე საათი დავაგვიანეთ იმის გამო, რომ პოლიტიკოსებმა რაღაცა ვერ გაარკვეს ერთმანეთში, ესე იგი მათ გაიმარჯვეს. და ესე იგი მათ შეიტანეს წვლილი ომის შედეგს. რამდენიმე საათი დავაგვიანეთ, რას ნიშნავს? საბრძოლო მოქმედება უნდა დაწყებულიყო რაღაც გარკვეულ საათზე და დაიწყო უფრო გვიან. რამდენი ხნით გვიან? ეხლა რო არ თქვა ტყვილი. 1 საათით ნახევარი საათი. მეტით. და ამან იქონია გავლენა? რასაკვირველია ეს გავლენას იქონიებს. რასაკვირველია. ნუ იმის გათვალისწინებითაც კი რომ რუსებმა იცოდნენ ჩვენ ვიწყებთ საბრძოლო მოქმედებას და ეს ნუ მარტივი არის. ეხლა ჩვენ რატომღაც გვინდა რომ რუსები იქ იყვნენ რაღაც დათვის ბუნაგში გამოკეტილები და ეძინოთ, არ არის ეგრე, ისინი მუშაობენ, ყავთ თავიანთი დაზვერვა, ამას გარდა მათ ცოცხალი ძალის დაზვერვის გარდა თანამგზავრები ყავთ, რომლებიც აკონტროლებენ საქართველოში მოქმედებებს და ჯარის გადაადგილებები, როდესაც ეს ტექნიკის გადაადგილებაც ხდება უზარმაზარი რაოდენობით, ის ჩანს კოსმოსიდან ეგრე არ არის მარტო. კონკრეტულად მაინც რამ გამოიწვია დაგვია ეს რამდენიმე საათით დაგვიანება ოპერაციის? დაწყების. პოლიტიკოსების რაღაც მოთხოვნება. იმიტომ რომ
რა მოთხოვნები რა კონკრეტულად უშუალოდ საბრძოლო მოქმედების ზონაში მე შტაბში უკვე აღარ ვიყავ, იმიტომ რომ მივედი მოვახსენე რაც უნდა მომახსენებინა ჩემი მეთაურებისთვის. მზადყოფნა იყო სრული და ჩემი საქმე რაც იყო იმისთვის უნდა მიმეხედა, მით უმეტეს რომ ეს ცოტა გაჭირდა ეს სამოქალაქო ხალხი იყო, ვისაც უნდა გაეკეთებინა ევაკუაცია საბრძოლო მოქმედების ზონიდან. იქ პრინციპი არის მედიცინაში, რომ აკეთებ ევაკუაციას თავის თავზე. ანუ ის ვინც ბრძოლის ველზეა, მას დაჭრილი გამოყავს ძალიან მცირე მანძილით და მე სხვადასხვა ნაწილს გამოყავს თავის თავზე, სამკურნალო დაწესებულ თავის თავზე. და იმის გამო რომ უშუალოდ ახლო ჯერ საველე ჰოსპიტალი საკმაოდ ახლოს იყო. მე არ იყო ბოლომდე გაწყობილი ევაკუაციის ის ეტაპები ბატალიონის ბრიგადის ასეულის ბატალიონის ბრიგადის და სიახლოვის გამო უკვე შესაძლებლობა იყო რომ თვითონ ჰოსპიტალს გამოეყვანა სადაც მეორე ზონიდან დაჭრილები. და იქ მომიწია მე თვითონ მანქანაში ჩაჯდომა, წასვლა დაჭრილების გამოყვანა იქ უშუალოდ ბრძოლის ხაზიდან რომ მე მაგალითი მეჩვენებინა ჩემი იმისთვის. ჩემზე მომაგრებული სამოქალაქო მძღოლებისთვის და მე დაიწყეს მუშაობა ჩემი ლოგისტიკური ნაწილიც ჩაერთო მაგაში, ჩაერთვენ სხვადასხვა რეზერვისტი ექიმები, რომლებიც აუცილებლად უნდა აღნიშნო მომენტში, რომ ეს რეზერვისტი ექიმები, რომლებიც სხვადასხვა სარეზერვო ბატალიონი ბრძანებები არსებობს, შეიძლება ამოიღო და ნახოთ. შეიქმნა 2007 წელს მუხროვანში გაერეს პირველი წვრთნები. ასე რომ იმაზე ლაპარაკი რომ ჩვენ საერთოდ საქართველოში არავინ არ იცოდა რომ ომი შეიძლება. თვითონ რიტორიკაც იყოს. იყო მილიტარისტული. წინა საომარი რიტორიკა იყო მთელ ქვეყანაში. ასე რომ იმაზე საუბარი რომ ჩვენ არავინ არ ვიცოდით რომ შეიძლება ომი მოხდარიყო. და აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ცოტა სასაცილო. კაი. ბატონ ლაშა. წამით რა აი ამ რეზერვისტებმა ხო არ დაგისრულებია კოდიში. აიღეს თავის თავზე. ის რაც უნდა ეკეთებინათ, მაგრამ იქ ძირითადი საქმე იყო ქირურგების, ანესთეზიოლოგების და რეანიმატოლოგების. და ვინც არ იყო ანესთეზიოლოგების, რეანიმატოლოგების და ქირურგების პროფილი, თერაპიული პროფილები რაც იყო, ისინი ასრულებდნენ ევაკუაციის ექიმების მოვალეობას. რამაც ძალიან დადებითი შედეგი მოგცა, იმიტომ რომ უშუალოდ მაღალი კვალიფიკაციის დახმარებას ღებულობდნენ ისინი მანქანებში. და სამწუხაროდ აქ უნდა აღნიშნო, რომ აი ამ ხალხს რეზერვისტებს არ მისცეს ვეტერანი. და ეს პრობლემური გახდა და ყველანაირად ვცდილობ, რამდენი წელია ვცდილობ, რომ რაღაც მივცე მათ. რამდენიმეს გავუკეთეთ ისე, რომ მივიდა რაღაც საბრძოლო მოკვლევები დაწერა, კომისიები ჩავატარეთ. როდესაც შეიძლება ძალიან მარტივად თავდასხმის რომ გადააგზავნოს ვეტერანთა სამსახურში მათი სია და ბრძანების მიხედვით მისცემ თან სია არსებობს ისინი, ვინც მუხროვანში ემზადებოდნენ. და ცალკე არსებობს ბრძანება იმ ხალხის, რომელიც იყო ტყვიავში ჩამოსული და უშუალოდ მიიღო საბრძოლო მოქმედების მონაწილეობა. ყველამ არ მიიღო მონაწილეობა. მაგრამ სია ვინც იყო ტყვიავში, მათ სია არსებობს. ასე რომ რთული არ არის რა. ბატონ ლაშა, წამით რომ დაუბრუნდეთ ერთი წამით იმ 7 აგვისტოს დილის თათბირზე. ესეთი შეკითხვა მინდა დაგისვათ. თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი იმდროინდელი აი ამ თათბირზე რა პოზიციას იცავდა? იცავდა სამხედროების პოზიციას თუ იცავდა სხვა პოზიციას, რომელიც სწორედ ეგ არის მთელი რაღაც გაურკვევლობა, რომ საიდანაც ვასკვნი, რომ მან მოიტანა სააკაშვილის სურვილები. და აი ამ სურვილებს იცავდა. რომ ის არ იცავდა სამხედროების პოზიციებს. იმიტომ რომ სამხედრო გეგმით ცხინვალში შესვლა საერთოდ არ იყო დაგეგმილი. ცხინვალს გვერდით უვლიდით არც ხმას არ ვიცი გაბუტულები ვიყავით ცხინვალზე. და მხოლოდ მას მერე რაც როკის გვერდებით ჩაიკეტებოდა, იყო უკვე საუბარი ცხინვალთან, რომ ზედმეტი ჭხუბის ომის როლის მსხვერპლის გარეშე მოახერხოთ საუბარი, იმიტომ რომ რუსები გამოკეტილები არიან და ვერანაირ მონაწილეობას. ანუ პირველი რაც ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უნდა გაეკეთებინათ, იყო როკის გვირაბის ჩაკეტვა, რომ იქიდან არ შემოსულიყო რუსული დამხმარე ძალა, ხო? სეპარატისტები. კი, და გათვლილი იყო იმაზე, რომ ჩვენ ჯავას მისადგომებიდან უკვე გვექნებოდა სერიოზული საბრძოლო მოქმედება. მაგრამ ჯერ ერთი დავაგვიანეთ მოძრაობა. და რატომ არ მოხდა ასე?
იცით, აი ბრძანებებს სამხედროების გადაადგილებაზე. უფრო კარგად მოგცემენ პასუხს თვითონ სამხედროები. ჩექმები. სავარაუდოდ ეს არის რასაკვირველი პოლიტიკური მოთხოვნილების, პოლიტიკოსების მოთხოვნები რაღაც თავიანთი გაურკვეველი მიზნების გამო. მე ძალიან გამიჭირდება იმის თქვა, იმიტომ რომ ისინიც გეტყვიან უბრალოდ რა უთხრეს, რა დაავალეს, რა გააკეთებენ. იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არის სახელმწიფო მმართველში, უნდა ესმოდეს, რომ როგორც კი დაიწყო საუბარი ზარბაზანმა, პოლიტიკოსი უნდა გაჩერდეს, სანამ არ მოუტრიალდება ვინმე სამხედრო და არ გეტყვის რაღაცა გამიკეთება, ხო? კი ბატონო. მაგრამ როდესაც პოლიტიკოსი იწყებს მოთხოვნებს, აი ესე გააკეთეთ სამხედროებმა, ასე ეს არის როცა შინაგან საქმეთა მინისტრმა მერაბიშვილმა თქვა იმ თათბირზე, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ თუ რამე გაფუჭდება ჯობს სამხედროების გეგმას მიუყვეთო, ხო, ისე გავაკეთოთ, როგორც სამხედროებმა თქვეს, ხო, მაგაზე კეზერაშვილმა უპასუხა, რას ამბობ, ანუ ისინი გააკეთებენ იმას, რასაც ჩვენ ვეთქვით. ის და მეორე ფრაზა იყო, როგორც პოლიციას უნდა ისე იქნება. პოლიცია შალვა ჯანაშვილი აჟღერებდა ამას, ნუ აქაც სავარაუდოდ კეზერაშვილის იმის სააკაშვილის მოთხოვნა იყო, რომ საბრძოლო მოქმედება დაწყებული იყო ცხინვალში შესვლით. შალვა ჯანაშვილი მერაბიშვილის მოადგილე იყო მაშინ. ხო. ეს ჯანაშვილი მიყვებოდა იმ ხაზს, რომ ცხინვალში შესვლა იყო. იცით, მან თქვა ერთი ფრაზა, რომ იქ ცხინვალს ჩვენ ავიღებთ. ჩვენ ვინ? პოლიცია. პოლიცია როდის იყო ომში რაიმე ობიექტს იღებდა საერთოდ? იმიტომაც ვაგებთ, რომ პოლიციას ცალკე დავალებებს ვაზრებთ. 92-13-ში იყო უზარმაზარი პრობლემა იმის გამო, რომ პოლიციას უნდოდა ცალკე რაღაც მოქმედებებში ჩარევულიყო. მერაბიშვილის მოადგილის ჯანაშვილის ასეთი ენთუზიაზმი, რომ ცხინვალს ჩვენო საპოლიციო ძალები ავიღებთო, რას ეფუძნებოდა? ხო, რას ეფუძნებოდა? ნუ სავარაუდოდ იცი ბევრი წელი გავიდა სულ ფიქრობ ამას და ანალიზებ რატო უნდა ეთქვა მას ეს სავარაუდოდ ისიც მონაწილეობდა იმ თათბირზე სადაც იყო სააკაშვილი და ეს იყო იქ ჩამოყალიბებული აზრი და იქ ჩამოყალიბეს რომ პოლიცია აიღებს და შტაბ-ბანას თამაშია სინამდვილეში რა შტაბ-ბანას თამაშია რომ ჩვენ აი ომი კი არ დავეწეთ აი პოლიციელებმა გააკეთეს ეს ყველაფერი. მშვიდობიან მიტინგებს რომ წარმატებით არბევდნენ რუსთაველზე, ეთყობა ამ გამოცდილების იმედი ჰქონდათ იქაც რომ ერთი ჰქონდათ მაშინ ჯერ დარბეული, მეტი არა. 7 ნოემბრის მერე ძალიან მასშტაბური და ეთყობა ამის გამო ჰქონდათ ილუზია რომ იცი რა შესაძლოა. ძალა შესწევდა ამის გამო არა, ზოგადად აი ამ ძალებს საკუთარ ძალებში იყვნენ ზედმეტად დარწმუნებული ბატონობაში, ხომ მეთანხმებ? კი ბატონო. და უნდა გითხრა რომ 2008 წელს იმის დამეხოთ რომ ჯარი ძალიან კარგად ჩაცმუდახურული იყო და კარგად იკვებებოდა ჯარი იყო სავალალო მდგომარეობაში. წერი ჩაცმა არ განსაზღვრავს პრაქტიკულად არაფერს. აკვება. არც კვება. მეცნება ხოლმე, მაგრამ ჩაცმა რო განსაზღვრავდეს რამე ჯერტი პოდიუმზე მაგარი კარგადაც ვიოთ ხოლმე ბიჭოს, მაგრამ რაც ეჭვი მაქვს რომ რამე სიმაღლე აიღონ ბრძოლის დროს. და მეორე კიდე ვერმახტი, იმიტომ კი არ იყო ორ თვეში მოსკოვთან ომის დაწყებიდან, რომ მას ჰუგო ბოსი უკერავდა დასასრულს. იმიტომ პაულუსი ყავდა და სერიოზული გენერლები მართავდნენ ვერმახტს, ხო? და არა იმიტომ რომ ჰუგო ბოსმა შეკერა მათი უნიფორმა. ეს მენტალობა ქართველების, რომელიც გამომდინარეობს ისევ იქიდან, რომ სამშობლოს დასვა სირცხვილია, იმიტომ რომ სამხედროობა რაღაცნაირად სირცხვილია, იმიტომ რომ ჯარში წასვლა არის სირცხვილი, იმიტომ რომ შენი შვილი თუ წავიდა ჯარში, შენ რაღაცნაირად ცუდი მშობელი ხარ, რაღაც ვერ გაუკეთე შენ შვილს საკმარისი რაღაცები, რომ ის ჯარში არ წასულიყო. ამ მხრივ რასაკვირველია იჩაგრება თვითონ ჯარიც იქ. და ძალიან მთელი რეფორმები, რომელიც ჩაატარა ოქროაშვილმა. ეს იყო მიმართული ჯარის დემორალიზაციაზე, ანუ დაკნინებაზე ჯარისკაცის. იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჯარში დამსახურებული ადამიანი არის ვეტერანი. ეს იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მე ვარ ვეტერანი და ომში ვარ ნამყოფი, თუმცა მსოფლიოში ასე.
ეს ვეტერანობა დამსახურებიდან მოდის, რა თქმა უნდა. დამსახურება ვეტერანობა. გამოცდილებიდან, რა თქმა უნდა. ხო და ერთი ბრძანებით გაშვებული იყო რამდენიმე 1000 ადამიანი ჯარიდან. იმის გამო რომ ისინი იყვნენ ვეტერანები. ეს ოქრუაშვილმა გააკეთა. ხო, ნუ ჯერ ბარამიძეს ჰქონდა დავალებული და ბარამიძემ დაავალა ხოშტარიას, ელენას, ლაკას ვეძახი. ელენა ხოშტარიას ჰქონდა დავალებული ეს საქმე და რაღაცნაირად ვერ გაართვეს საქმე. მის და მიხვდეთ რომ ელენა ხოშტარიას რა თანამდებობა ეჭირა მაშინ. ბარამიძის კარზე. ბარამისის კარზე. იყო ბარამიძის ასე თანაშემწე თუ რაღაცა ეგეთი. მოკლედ დაახლოებული პირი იყო და ჰქონდა დავალებული ეს საქმე რომ უნდა გაეყარა სამხედროები ჯარიდან რა სხვათა შორის ბრიტანეთის აღშფოთება გამოიწვია. აქტუალურია ბრიტანეთი ახლა. კი ბატონო. ბრიტანელები საკმაოდ ისეთი ხალხია არ უყვართ ხოლმე თავის გამოჩენა, ძირითადად ამერიკელებს ამუშავებენ თავიანთ საქმეებზე და ტელეკომისია გამოაგზავნეს სხვათა შორის და იყო მტკიცება იმისა, რომ ხალხის ასე ხელაღებით გაგდება ჯარიდან არ შეიძლება. მაგრამ მე მოვიდა ოქროაშვილი და ერთი ბრძანებით გაუშვა რამდენიმე 1000 ადამიანი, რამაც რასაკვირველია, ცუდი შედეგი გამოიღო ჯარის მორალურ მდგომარეობაზე. ანუ შენ თუ ომობს სამშობლოსთვის, შენ ჯარში ადგილი აღარ აქვს მე. ხო? ეგრე გამოდის. ბატონო ლაშა. მე ჯარის გაუქმება შეიძლება წუთებში. გააჩნია რასიჩქარით ბეჭდავს ის ადამიანი, რომელიც დაიწყებს ბრძანების ბეჭდვას. რამდენიმე წუთში დაებიწერება ბრძანება, გატარდება კანცელარიაში დაერტყება ბეჭედი და მოეწერება ხელი და დამთავრდა ჯარი. აღარ ახლავს. მაგას 1 საათიც არ უნდა. მაგრამ ჯარის შექმნა სჭირდება წლები. აი იმ ხალხს რომელსაც თქვენ გაუშვებთ, დაწერთ ბრძანებას და ეთქვით წადის სახში და ერთი კვირის მანძილზე რომ დაიწყოთ მათი დაბრუნება, თქვენ ჯარის შესაქმნად რამდენიმე წელი დაგჭირდება. იმიტომ რომ აი ყველაფერი შეიცვლება იმ ადამიანს, იმიტომ რომ პირველი რაც არის ჯარი, ეს არის მსოფლმხედველობა, ეს არის ფსიქიკა, სულიერი მდგომარეობა, სულიერი საბრძოლო განწყობა და აი ეს მთელი ყველაფერი უნდა შექმნა. გასაგებია. ბატონო ლაშა, იმ თათბირს ვუბრუნდები ისე უტრიალებ რა. სადაც იყო საუბარი ამ სამხედრო გეგმაზე, პოლიციელების გეგმას, ვანაირი სამხედროების გეგმას, ვანაირი სხვათა შორის თქვენ არ გაგვისვამთ ხაზი და მე გავუსვამ ხაზს იმას, რომ გაერთიანებული შტაბების მაშინდელი უფროსი გენერალი გოგავა, პოლიციელი, კი კაპიტანია პოლიცია. კი ბატონო. ესეც ალბათ ნიშნავს ბევრ ამის. მაგრამ მე ხარ ამინდა რომ გკითხოთ. ამ თათბირზე თუ იყო საუბარი კონფლიქტის, ანუ პოტენციური საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმაზე. არ ყოფილა ეს საუბარი. იცი რა არის, საკმაოდ ბევრი კი ახალგაზრდები აკეთებდნენ ფაქტობრივად ამ ყველაფერს. გინდა პოლიტიკოსები თქვი და გინდა სამხედროები. და ეს მაქსიმალიზმი, რომელიც ახასიათებს ახალგაზრდას. თვლიდნენ რომ 36 დეფის 53 საათში უნდა დამთავრებული იყო თუ 72 საათში. ვეთ 3 დღეღამე არ უნდა დასჭირებოდეთ რომ გასულიყვნენ გვირაბთან. და ისე იყვნენ დარწმუნებულები რომ არ იყო გაკეთებული რაღაც, ნუ არის ეს თავდაცვითი პირველი ზღუდე, მეორე ზღუდე, მესამე ზღუდე, ესეც არ იყო გაკეთებული. ამ ხო. და რასაკვირველია მოსახლეობის გაყვანაზე არ იყო არანაირი საუბარი. ამ პოლიტიკოსებს რაც ეგონათ გასაგებია ბატონო ლაშა, მას ჩვენც ბათო ქუთელია თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და ეგონა რომ რუსებს ჟანგიანი ტანკები ყავდათ და ვერ მოაღწევდნენ აქამდე ფიზიკურად. სამხედროების მხრიდან, მოდის გიხდით, სამხედროების მხრიდან როცა იქნა წარმოდგენილი გეგმა თათბირზე. ამ გეგმის ნაწილი არ უნდა ყოფილიყო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია? იცი რა შეა საქმე, ეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უნდა დაწყებულიყო მანამდე, სანამ დაიწყებოდა საბრძოლო მოქმედება. როგორც დაიწყეს სეპარატისტულმა რეჟიმმა, როგორც დაიწყო ამის გაკეთება. ხო, რამდენიმე დღით ადრე. ხო, ცხინვალის არიელი. კი ბატონო. ყველამ ვიცით რომ ცხინვალის არიელი იყო, ხო? ვინმე არის ისეთი საქართველოში, რომელმაც არ იცის რომ ცხინვალი იყო цаრიელი. ესე იგი მათ იცოდნენ რომ ჩვენ ვიწყებთ საბრძოლო მოქმედებას, ხო? უკეთ ჩვენ არა საბრძოლო მოქმედებები იწყება.
მათ იცოდნენ რომ საბრძოლო მოქმედებები იწყო და იწყება და ჩვენ არ ვიცოდით? ახლა ვიცოდით. ვიცოდით. და თუ იმათ იციან რა ხდება და ჩვენც ვიცით რომ იმათ იციან. რატო არ ვუწევთ? ისე როგორც წესია, ხო, მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანას. მაგრამ აქ კიდე არის გაცილებით უფრო სერიოზული მომენტი, სანამ ჩვენ მივალთ მშვიდობიან მოსახლეობამდე. ეს არის დავიწყოთ იმით, რომ დიდი დანაშაული იყო მომხდარი კოდორის ხეობაში. ხო რა ხდება პირველი დანაშაული რა არის? რომ ჩვენ ანუ საქართველოს იმის და მიუხედავად ედუარდ შევარდნაძეა შენი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია პრეზიდენტი, თუ ვინც არ უნდა იყოს, ხელი მოწერილი აქვს საქართველოს. მოსკოვის ხელშეკრულებას. ანუ ხელშეკრულება არის ისეთი, რომ მოწინააღმდეგის მხარე არის ორი ხელმოწერა. ხო? ანუ ისეთი ფორმატი შექმნა შევარდნაძემ, რომ იქით არის ორი, აქეთა ვარ ჩვენ მარტოები. აი ამ ფორმატიდან იყო საჭირო გამოსვლა პირველ რიგში იმ ვალდებულებებიდან რომელიც ავიღეთ ჩვენ მაშინ კოდორის ხეობაში იმიტომ იყო შექმნილი ეს მონადირე მაგას ქვია მილიციური ძალა მილიციას ჩვენ შევეჩვიეთ საბჭოთა პერიოდიდან რომ მილიცია არის პოლიცია ერთი და იგივე აბსოლუტურად არა პოლიცია არის ეს სამოქალაქო უწყება რომლის ამოცანა არის საზოგადოებრივი წესრიგი ცივილურ ქვეყნებში ну милиция საერთოდ მხედრობას ნიშნავს. მილიცია არის სამხედრო წარმონაქმნი ადგილობრივი დაცვისა და თავდაცვის გეგმის მიხედვით მობილიზებული ხალხი. დაახლოებით ეს არის რაც შვეიცარიის ჯარია. ისიც რაღაც მილიციური პრინციპზე არის აწყობილი. აი ამ კოდორში ეს ხდება რა რომ ხელშეკრულებებით ჩვენ არ შეგვეძლო კოდორში ყოლოდა ჯარი არა მარტო ჯავშანი რომელიც ზოგადად სამხედრო დანაყოფი ამიტომ შეიქმნა იქ მილიციური დანაყოფი რომელიც იყო საკმარისად შეერაღებული იმისთვის რომ სამთო ბრძოლები ეწარმოებინა რაც იწევდა მადამე პატივისცემას მოწინააღმდეგის მხრიდან და რაღაცნაირი პარიტეტი შედგა. როდესაც გააუქმეს და ზოგი დააპატიმრეს ამ მონადირისგან და შეიყვანეს ჯარი, ჩვენ დავარღვიეთ ჩვენი დადებული ხელშეკრულება. აუმედურეთ. ხელშეკრულებები გარდა აფხაზეთისა, ხო, მე ეს კიდევ უსლოვთო თქვა ძალიან მეცინება ხოლმე, როდესაც იძახიან რომ კოდორი იმიტომ აიღესო რომ დაერქვა მას ზემო აფხაზეთი. ის აღებული იყო იმიტომ რომ სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა მაგასთვის რომ დაერქვიათ ქვემო საინგილო მაინც აიღებდა რასაკვირველი მნიშვნელობა მაგას უსერიოზული სტრატეგიული მნიშვნელობა თუმცა ეს ზემოაფხაზეთის დარქვევაც ერთგვარი პოლიტიკური მატრაკვეცობა იყო მატრაკვეცობა კი შტაბობანას თამაშია რა აი რაღაც ინფანტილური 14-16 წლის განვითარების ადამიანის მიერ მოფიქრებული რაღაც ისინი ეშმაკობები მაგრამ ძალა რომელიც ოფიციალურად და კანონიერად შეიძლება ყოფილიყო იქ და დაეცვა კოდორი აღარ არსებობდა იყო ის ძალა რომელიც აძლევდა უფლებას ჩვენს მოწინააღმდეგეს ანუ რუსებს აგრეთვე გამოეთქვათ პრეტენზია რომ იქ შეეყვანათ თავიანთი საბრძოლო დანაყოფები თავისი ჯავშნით და ყველაფრით ეს არის დარღვევა და იგივე ხდებოდა აქეთ ცხინვალისკენ დარღვევა არის არა ის რომ ჩვენ საბრძოლო მოქმედება დავიწყოთ. საბრძოლო მოქმედება ჩვენ უნდა დავიწყოთ კიდევაც. შეიძლება ჩვენი მსხვერპლი არ გამოვიწვიოთ არც ერთი მხრიდან. მაგრამ ძალა უნდა გყავდეს. ისეთი იმიტომ რომ მოლაპარაკების წარმოება ტკბილი სიტყვის გარდა ძალიან არგუმენტირებული არის ხოლმე დიდი კალიბრის იარაღი. ასე რომ თვითონ იმის საბრძოლო მოქმედების დაწყების ეს დანაშაული არ არის. ეს არის მცდელობა აღადგინო შენი იურისდიქცია შენს ტერიტორიაზე. მაგრამ რამდენად კანონიერად იწყებ შენ თვითონ დებ ხელშეკრულებას, იღებ ვალდებულებებს და მერე შენ არ ვევ ამ შენს ვალდებულებებს, ხო? აი ეგ არის პრობლემა. ჩვენ უნდა გამოსულიყავით იმ ფორმატიდან, როდესაც აქეთ იყვნენ რუსები და
ოსები, რუსები და აფხაზები აქეთ საქართველოს. აი ამ ფორმატის ცვლილება იყო საჭირო პირველ რიგში, ანუ პოლიტიკური ქმედებები იყო, დიპლომატიური მუშაობა იყო საჭირო. აი მე უკვე შეიძლებოდა ლაპარაკი საბრძოლო მოქმედებაზე. ანუ ეს არ იყო ამოწურული არაფერი. ერთი განცხადება გაეროში რომ ჩვენი რუსები ცუდად იქცევიან და ამიტომ ეს არ არის არაფერი. ეს ნოლია. კი ბატონო. ბატონო ლაშა ერთ კითხვასაც დაგისვამთ ამ თათბირის გარშემო და მე საბოლოოდ შევეშვები ამ ყვანაღებულ თათბირს. რა მინდა რომ გკითხოთ. ამ ხელა გამოცდილების მქონე ადამიანმა, რომელსაც მანამდე სურს გიმაგრებდა წარე გამოცდილება აფხაზეთის ომის. როცა ისხედით, უსმენდით ერთ მხარესაც, მეორე მხარესაც გულისხმობ სამხედროებს და პოლიტიკოსებს და პოლიციელებს. რომ დამთავრდა ეს თათბირი და გამოხვედით იმ გეზერაშვილის კაბინეტიდან. რა განცდა გქონდათ? გქონდათ თუ არა უკვე იმის შიში რომ ეს კრახისათვის იქნებოდა განწირული ეს ომი? არა, შიში რაღაც არასდროს იყო. მე ვიცოდი რომ ეს კრახისკენ იყო განწირული და მე ჩემთან მოვიდა სახმელეთო სარდალი და მკითხა როგორია. მე გეგმა ვიცოდი და კარგია. და როგორ მოგეწონა მეთქი ჩვენ მაგარი ცუდია მეთქი სამგზის წაგებული ომის ვეტერანობა. შემომხედა და ეხლა სამგზის რატო? მეთქი 92 წლის ცხინვალი, 92-13 წლის აფხაზეთი და 2008 წლის ცხინვალი მეთქი. 2008 გაგიჟდა. მეთქი შენ ფრთხილად იყავი მეთქი ყველაფერი დაწერე, იმიტომ რომ მოკითხავენ ძალიან ვინ იყო? სახმელეთო ჯარების სარდალი. სარდალი სახელი და გვერდით აღარ მახსოვს. ჩვენი კომერნობის თავმჯდომარის არ იყოს. და ომის მერე მოვიდა და მითხრა რას ნიშნავს გამოცდილებაო. იცით, როდესაც სამხედრო გეგმას ცვლი არა სამხედრო საჭიროები და ეს გეგმა განცირულია ჭაშლაზე და ქმედება წაგებაზე. იმიტომ რომ 92-13 წლებში სწორედ ეს გამოცდილება ქონდა რა რომ ჯარი საბრძოლო მოქმედების მართვა ვერ იტანს რაც მრავალთავიან და მრავალაზრიან ბევრი აზრი ხდება თათბირზე. ყველა გამოთქვამს თავის აზრს. მაგრამ შემდეგ მიდიან რაღაც გარკვეულ კონსენსუსამდე. რაღაცა სადღაც უნდა და ბოლოს მეთაური წვეთს ერთპიროვნულად წვეთს რომელი ჯობია. იქიდება როგორც წესი მეთაურს წარუდგენენ 2-3 გეგმას. არის მისი პირადი გეგმა, არის შტაბის უფროსის გეგმა და შეიძლება იყოს მესამე სამსახურის გეგმა, კიდეც ალკე და შეიძლება შტაბმა შეიმუშაოს რამდენიმე გეგმა. მაგრამ შტაბის მეთაურს უშუალოდ მისი გეგმა უნდა არსებობდეს, უშუალოდ მეთაურის გეგმა უნდა არსებობდეს. ასე რომ ყველა ცოტა ორი გეგმა არის ხოლმე. იქიდან ამოირჩევა ერთი, ამას მეთაური აკეთებს. ის აწერს მაგაზე ხელს და ის არის პასუხისმგებელი ამ გეგმაზე თავის სიცოცხლით. ბატონ ლაშა, თქვენ ბრძანეთ რომ იმ თათბირზე იყო ბევრი ისეთი ვინმე ვისაც იქ არაფერი ესაქმებოდა, მაგრამ არ იყო ის, ვინც უნდა ყოფილიყო. უმაღლესი მთავარსარდალი მაშინდელი მიხეილ სააკაშვილი. რატომ არ იყო ის ამ თათბირზე თქვენი აზრით? არა, სასაცილო რა არის ამაში. მე შემიძლია მისამართი გითხრათ, სადაც არის ახლა და იმას გითხოთ. უფრო ზუსტად გეტყვით, მაგრამ იმის სიტყვის რა დაიჯერებოდეს, რა გვიჭირდა. იცი რა შეა საქმე? აქ ყველას სამხედრო დარჩა შტაბის-ჭილება ის რომ მან იუკადრისა თავის ჯართან მოსვლა. ესეც რასაკვირველია ნეგატიურ გავლენას ახდენს ჯარზე. იმიტომ რომ ახსნა არ აქვს, როდესაც იწყება საბრძოლო მოქმედება, უმაღლესი მთავარსარდალი უნდა იყოს ჯართან. მას შემდეგ რაც დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, უკვე გაჩაღდა და უკვე ოფიციალურად მიიღო ამ ყველაფერმა ომის და ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის სახე და აგრესია არ არის სწორი. ოკუპაციის. ანუ ინტერვენციის შემდეგ. ხო, ინტერვენცია არა რუსეთის აგრესიას გულისხმობ ამ შემთხვევაში და ოკუპაციას და ინტერვენციას, რავი. ნუ აგრესია ჩვენს ჯარი აგრესიას ახდენს, შედის მაგრამ. შემოჭრას, არა, ჩვენ ჯარს არ გულისხმობ, რა თქმა უნდა.
თქვენ აი ამ დროს ტერიტორიულად სად ახართ, სად მოძრაობთ, რა საკეთებთ? მე ვარ, ჩემი საავადმყოფო ჰოსპიტალი არის ტყუიავში. მე ვაკონტროლებ ევაკუაციებს, ვაკონტროლებ ინფორმაციებს ვასწრებ სასოფლო შტაბში და იმის გამო რომ ვერ იყო კარგად აწყობილი კავშირგაბმულობა სამწუხაროდ. ესეც თავისი ახსნადია, იმიტომ რომ ბევრი სამხედრო იყო გაშვებული ოქროაშვილის დროს ჯარიდან. კავშირგაბმულობა ძალიან სპეციფიურია. სამხედროების კავშირგაბმულობა პრინციპულად განსხვავდება პოლიციურისგან და მით უმეტეს სამოქალაქოსგან. ბევრი მოდიოდა ნაკადი დაჭრილების. იცით რა არის? ჩვენ საველე ჰოსპიტალში ჩემთან გაკეთდა 311 ოპერაცია იმის 3 დღის განმავლობაში, ხო? დაჭრილი პრაქტიკულად ყველამ გამოიარა ჩემთან, ხო? 311 ოპერაცია. ხო, 3 დღეში. 3 დღეში. და ტიტანური შრომის გაწევა მოგიხდებოდათ მთელ სამედიცინო პერსონალს წარმოადგენია. გორში. დიახ. ორივე საავადმყოფომ, ანუ ქალაქის საავადმყოფომ და სამხედრო ჰოსპიტალმა გააკეთა 93. აპარტიეთ ამ შეკითხვას რო გისვამთ, ცოტა მძიმე შეკითხვა არის ჩემთვისაც, თქვენთვის განსაკუთრებით. ამ 311 ოპერაციიდან ყველა გადარჩა. ეს უნდა მეკითხა. ანუ ლეტალური შედეგი არც ერთი არ ქონდა, რა მძიმე საავადმყოფოც არ მოვიდა. ცესტასული ცვლილებები თავის არაშიც კი ყველა გადარჩა, ყველა სოცხალე. როგორ გამიხარდა ახლა ეს პასუხი რომ მივიღეთ? არ ვიცოდი რომ მაგას მეკითხებოდი ისე დაიძაბენ. კი, აუცილებლად. ყველა გადარჩა როგორც ერთი. ყოველ შემთხვევაში იმ საბრძოლო მოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში ეს ხალხი ცოცხალი იყო. კი ბატონო. ეხლა მე თვითონ რაღაცა ჩალიჭა, არ აფრიკაში თუ წავიდა სანადირობდა ეგ ლომჭახდა. ძანეთ თქვენ ახლა აი ცოტა ხნის წინ რომ თქვენი ვარაუდით და ლოგიკის მიხედვით უმაღლესმა მთავარსარდალმა სააკაშვილმა არ იკადრა თავის ჯართან მოსვლაო. იცი რა შეა საქმე, ჩემო კარგო, იქ ვერც ახსნას პოულობს სხვას. ხო, განსაკუთრებით ვერც ტერმინს პოულობს სხვას. თუნდაც სუბიექტური მოსაზრება იყოს თქვენი. იმიტომ რომ როდესაც შენ ჯარს უშვებ, თუნდაც თავდაცვით მოქმედებებში. ეხლა რასაც იგულისხმებოდა ამ 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში, ეს უდაოდ კეთილი საქმეა, ხო? ანუ საქართველოს საზღვრების აღდგენა, ხო? უდაოდ კეთილი საქმეა და უმაღლესი მთავარსარდალი თავის ჯართან ერთად უნდა იყოს მაგას. და ეს უნდა მეკითხა. ამ ომის დღეებში მაინც, როდესაც უკვე სხვერპლი წამოვიდა და ჭრილები წამოვიდა. თუ იყო ის თუ შეგინიშნავთ, ან თუ იყო ჩამოსული თუნდაც ამ დაჭრილების მოსანახულებლად, ან საბრძოლო მოქმედებების თეატრის სიახლოვეს თუ მაშინ მე არ ვიცოდი. მაგრამ ის ვინც ნახა გორში ცნობილი კადრები, ის ინფორმაცია მოვიდა. ცნობილი კადრები ეს რო გაიქცა და ფორტხავს მიწაზე. ხო. როგორც მე ვამბობ, თქვენ მიტყვით, აი სამხედრო ხართ. ხო, რაც არის. კი ბატონო. ფაქტის კონსტატაციას ვაკეთებ მეც ახლა, რამის კი არ ვიგო. ხო, ვერაფერს ვერ დაარქვა, ხო? სხვათა შორის ერთხელ მოვისმინე ფანტასტიკური გამართლება მაგის, იცი? ვიღაც კაცი იძახდა, რომ ის კი არ ფორტხავდაო და კი არ გაიქცაო, არამედ მან თვითმფრინავი გაიტყუაო. კი ბატონო. ჯერ ერთი ჰაერში არაფერი არ ყოფილა საბრძოლო მფრინავი საშუალებებიდან რუსული, მაგრამ აი რო წარმოვიდგინე რა საბრძოლო სიმაღლე როგორც მახსოვს 3000 მეტრია თვითმფრინავის და ფრენის სიჩქარე 600 კმ/სთ უფრო მეტი. 3000 მეტრის სიმაღლიდან 600 ყველაზე ცოტა ხო კმ/სთ სიჩქარით. დიახ. მოძრავი ობიექტიდან, თვითმფრინავიდან იგულისხმება ადამიანმა დაინახოს სახე? ხო აბსურდია, ხო? აბსურდების თეატრი გვიყვარს ქართულში. ეს ყველაფერი ცდელობა გაამართლა. მაგრამ ამან გამოიწვია დემორალიზაცია ხალხის. იმიტომ რომ ეს მაშინე გარცელდა ეს ინფორმაცია. ეს ვერანაირად ვერ გააჩერებ. უამრავ ადამიანმა დაინახა, ერთი მომნეულეს უთხრა და ესეთი ინფორმაცია პრეზიდენტი გაიქცა.
რასაკვირველია ცუდად მოქმედა ჯარზე ძალიან. ჯობდა საერთოდ ჩამოსულიყო. და საერთოდ რო ჩამოვიდა რატო ჩამოვიდა? ხო არის კითხვა, ხო? თქვენ ამბობთ, აი, გაიქცა. სტუმართან ერთად ჩამოვიდა, რა ვიცი რატომ ჩამოვიდა, არ ვიცი. სტუმართან ერთად ჩამოვიდა, სახინკლაოდ ჩამოვიდა ეგ თუ ის თევზის მეურნეობა რო არის, თევზი უნდა ეჭამათ. რას ნიშნავს საბრძოლო მოქმედება მიმდინარეობს, რას ნიშნავს სტუმართან ერთად ჩამოვიდა? ხო არის ახსნა. ყველაფერს აქვს ხოლმე ახსნა ადამიანის ქმედებებს. როგორც წესი, ადამიანის ქმედება ლოგიკურად იხსნება. ახსნა შეიძლება. აი მიდის საბრძოლო მოქმედება. უშუალოდ, ხო, აი ახლა მიდის. იქ ჩამოყავს მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. აი მიზანი. მიზანი ის, რაზეც იდგა საერთოდ მთლიანად სააკაშვილის ხელისუფლება, პიარი, საერთაშორისო კაშუქება, ტელეეკრანებზე მოხვედრა CNN-ის და BBC-ის ეკრანებზე და Washington Post-ის და New York Times-ის ფურცლებზე მოხვედრა და Le Figaro-ს. ეს იქნებოდა მიზანი, ამ სხვა მიზანი არ იქნებოდა. ბოლშევიკებს რო ჰქონდათ პიარი, ლოზუნგები და აგიტაცია, პროპაგანდა, ეგეთი უნდა. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს სამამულო ომის ეტაპზე სტალინს არ მოსვლია აზრად, რომ ჩერჩილი და რუზველტი ჩაიყვანდა სანგრებში და ეჩვენებინა როგორ ებრძვიან იმას, ვერმახტს. ეს ახსნა არ აქვს მაგას. ეს სრული აბსურდია. ადამიანი, რომელიც უნდა მართავდეს საერთაშორისო ურთიერთობებს საბრძოლო მოქმედების დროს ეწეოდეს ძალიან ინტენსიურ რაღაც მოლაპარაკებებს სხვადასხვა მეგობარ ქვეყნებთან. უცებ ჩამოდის ფრონტისპირა ქალაქში და მე კიდე უფრო საშინელი რაღაცა ხდება, ტოვებს იმ საგარეო საქმეთა მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს და გარბის. მე გზაში გავახსენდათ ბიჭებს დაცვიდან დაბრუნდნენ სამავალ. ბატონაშა, ბევრი იყო საუბარი იმაზე, რომ თითქოს ცხინვალში, აი ჯანაშვილმა რო თქვა ჩვენ ავიღებთ ცხინვალსო, იმ ცხინვალში ალბათ ჯანაშვილი რო აიღებდა იმას, იმის მერე თითქოს რაღაცა აღლუმი და მიტინგი უნდა ჩაეტანა. ხო, ესეც გადმოცემით უშუალო იცით რა არის, სავარაუდოდ ეს გადაწყდა იმ თათბირზე, საიდანაც მოვიდა კეზერაშვილი უკვე სამხედრო თათბირზე. შესაბამისი ატრიბუტიკაც დაძრესო. ხო, ესეც მე გადმოცემით ვიცი. თქვენ ხო არა, მე ეს არ მინახავს, მე ეს მეც როგორც თქვენ ეს გადმოცემით ვიცი. კი ბატონო. სამაგისოდ მე ნამდვილად არ მეცალა. ერთი შეკითხვაც. რომ ყოფილიყო, რომ ქონოდა მაშინდე სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა და ემოქმედა ამ გეგმის მიხედვით. შეიძლება ეს რიტორიკული შეკითხვაც არის, არ ვიცი. სხვერპლი იქნებოდა თუ არა უფრო ნაკლები ვიდრე მივიღეთ. სამოქალაქო სხვერპლი არის. სამოქალაქო მოსახლეობის. სხვერპლი რასაკვირველია, პრაქტიკულად არ იქნებოდა, ხო თუ ვიღაცა ძალიან გაჯიქთებოდა და არ წავიდოდა ცოცხალი თავით, არ დავტოვებ ჩემს სახლსო, იმას შეიძლება სულ დამთავრებოდა ამბავი, მაგრამ კი ბანარჩენებს სხვერპლი აღარ იქნებოდა. ბატონოვაშა, როგორც აღნიშნეთ, ბრძანდებით თქვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ომების ვეტერანი, სამი ომის. ხო. ამ სამი ომიდან საუბედუროდ საქართველოს წააგო სამივე. კი, იმიტომ რომ ცით ცუდი ის არის, რომ მართლა რეალური ანალიზი რატო წავაგეთ ომი არ გაკეთებულა. აი შეკითხვა უნდა დამესვა ახლა ზუსტად. ამ სამი წაგებული ომიდან ომის შემდეგ, რომელსაც მოყვა საქართველოს ტერიტორიების 20-22%-ის დროებითი ოკუპაცია. საბჭოთა საქართველოს 22%-ის დაკარგვა. საქართველოსია, საქართველოს გაცილებით უფრო მეტ ტერიტორიების დაკარგვა. ნუ თუ ამ სამი წაგებული ომის მერე და განსაკუთრებით აი ამ 2008 წლის აგვისტოს ომის მერე არ უნდა ყოფილიყო თუნდაც ცალი ხელისუფლებზე ჩამოსათვლელი შემთხვევები, როდესაც ვიღაცა ან პოლიტიკური ან სამხედრო ხელმძღვანელობიდან პასუხს აგებდა აი ამ ომების წაგების და ტერიტორიების დაკარგვის გამო. როგორ ფიქრობთ თქვენ?
ახლა ესეთი კითხვა მე რაღაცნაირად მეჩვენება რომ ნებისმიერი ადამიანი იტყვის რომ აუცილებელი იყო გაკეთებულიყო, ხო? აუცილებელი იყო კი არა, აუცილებელი გასაკეთებელია. იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი ვინც ასე თუ ისე მეტნაკლებად ჩახედულია საბრძოლო მოქმედებებში, ყველა იტყვის რომ ჩვენ ომებს ვაგებთ პოლიტიკოსების უშნო ჩარევით. უпросторად რო ვთქვათ რა იმ ხალხის რომელიც თავის პოლიტიკოს ეძახის. იმიტომ რომ ის რო ყოფილიყო მართლა პოლიტიკოსი ის ჯერ უშნოდ არ ჩაერეოდა და მეორე საერთოდ საერთოდ არ ჩაერეოდა. კი ბატონო. სამხედროების ქმედებებში და არ ვიცი ხო თვითონ უნდა ჰქონდეს ძალიან მაღალი სამხედრო განათლება რომ რაღაც ნახოს სამხედროებში. მაგრამ მაშინ უკვე ხდება სამხედრო თათბირი. ის პოლიტიკოს თუ აქვს სერიოზული სამხედრო ცოდნა და ერევა სამხედროების გადაწყვეტილებებში, მაშინ იწყება სამხედრო თათბირი. ის უნდა გამოვიდეს როგორც ერთ-ერთი სამხედრო და ითათბიროს და არა უშნო ბრძანებები გასცეს. როდესაც ჯარი არ აპირებს ცხინვალში შესვლას, საერთოდ ერთადერთი სიტყვა შეიძლება გამოვიყენოთ იგნორირებას უწევს ცხინვალს. უნდა აუაროს აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ხო? და უცებ ვიღაცა ითხოვს რომ ჯარი შევიდეს ამ ქალაქში. გეგმა მთლიანად ირევა. როგორც კი გეგმა ირევა, ხდება ჯარის დემორალიზაცია. კი ბატონო. ბატონო ვაჩა, თქვენ არ დაიმისა რომ მათ შორის აფხაზეთის ომის ვეტერანი ბრძანდებით აფხაზეთიდან დემბელი, ხო? არა მე დემბელი. არა, გათქვენ ამ წარმოშობთ აფხაზეთიდან არ ხართ? მე დავიბადე გაგრაში, კი. ხო, ეს მახსოვდა და იმიტომ. დედაჩემი მშობლები ცხოვრობდნენ გაგრაში, ხო? კი ბატონო, ანუ იმის თქმა მინდა რომ ხაზგასმა რომ ორმაგადაც უფრო გარდა იმისა რომ იქ იბრძოდით და სამხედრო საქმეს აკეთებდით, სხვა ხრივაც მშობლეურია თქვენთვის ეს კუთხე. ხო და თქვენთან საუბარს ვერაფრით ვერ დავასრულებ ისე რომ არ ვისაუბროთ, არ გკითხოთ აფხაზეთის ომთან დაკავშირებით, რომელიც ასევე აგვისტოს თვეში დაიწყო. ხო, ცუდად აგვაქვს დაცდილი აგვისტოს თვეში ომების დაწყება. 1992 წლის 14 აგვისტოს. 14 აგვისტოს. და გახსტანა მან 13 წელიწადი, 13 თვე და 13 დღე. ხო. აქაც რა ვიცი, რაღაცა ნუმეროლოგია თუ რა საკრალური ციფრებია. რა მინდა რომ გკითხოთ. ეხლა შევიარაღებელი თვალითაც ვინც არ არის ჩახედული მაინც და მაინც სიღრმეებში საქართველოს თავდაცვის სისტემის და უწყების, ყველა მის რომ მაშინდელ საქართველოს სამხედრო პოტენციალსა და 2008 წლის შორის, თუნდაც ჯარის მდგომარეობის კუთხით, წვრთნის და აღჭურვის კუთხეს ავიღებთ, თუ ინფრასტრუქტურას, თუ სამოსელს, თუ საკვებს, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სადა დედამიწა სხვაობა მაშინ 2008 წელსა და 92 წელს შორის ხომ ბუნებრივია თავის. მიუხედავად ამ ბევრი სვამს ამ კითხვას, შეიძლება დილეტანტური კითხვაა, მე არ ვიცი. მაგრამ აი თქვენ როგორც პროფესიონალს მინდა კითხოთ და მივიღო პასუხი. მაშინდელმა იმ ძიმე მდგომარეობაში ყოფნა გაუბედურებულმა ჯარმა 13 თვე და 13 დღე იბრძოლა აფხაზეთში, ხომ? და აქ 2008-ში ომი დასრულდა, ნუ ოფიციალურ მიღებულ ვადას თუ ვიტყვით მაქსიმუმ 5 დღეში, ხო? რა იყო ამის მიზეზი, ძირითადი და მთავარი? ნუ ჩვენ თავიდან გავუნიშნეთ, რომ მთავარი არის სულისკვეთება ჯარისკაცისთვის. იცი ადამიანი რომელიც შემართებით მიდის ომში, მას ერთადერთი აზრი აქვს სამშობლოს დაცვა, თავისი ოჯახის დაცვა. ის როდესაც მიდის ამ ომში როგორი მცნებით, იცი რომ ეს მისი სამშობლოა, იმის და მიუხედავად ჩვენთან რაღაცა ცდილობენ კიდე რაღაცა ფეოდალურ ადგილმამულის მდგომარეობის შემოტანას, რომ აი პირველ რიგში აფხაზეთის მოსახლეობა. 92 წელს ჩამოდიოდა ხალხი კახეთიდან, პირველად მახსოვს ბიჭი იყო 18 წელს. ძალიან გაოცებული უყურებდა ზღვას. პირველად ნახა ზღვა, მაგრამ 92 წლის ნოემბერში. როდესაც ჩამოვიდა სამი, მას მანამდე ზღვა არ ნახა. მისთვის აფხაზეთი იყო უბრალოდ რუკაზე, საქართველოს რუკაზე რაღაც
ადგილი. ხო, რაღაც. კი ბატონო. რო ნახატის რაღაც ფრაგმენტი. ნუ რუკა რეალურად ნახატია, ხო? ჩამოვიდა, იმიტომ რომ მისი სამშობლო. ანუ მსოფლმხედველობა იყო უფრო რაღაცნაირად ძლიერი, უფრო მამული შვილური ხედვა ჰქონდა ხალხს. იყო ხალხი, რომელსაც რაღაც თავისი სახლიდან ქონება გაკიდა, რაღაცა, რომ რუსებისგან ეყიდა იარაღი, რომელიც ასე ძალიან წარმატებით აფხაზებთან მარაგებდნენ იარაღი. და წამოსულიყო ომში. ეს მაშინ. აქ ჩვენ ნახეთ, რომ რწურთან და აღჭურვა რო ბრძანა ბატონუჩი. იყო ამერიკელებმა მოამზადეს 10 ბატალიონი კომანდო. რაზეც დახარჯა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ $60 მილიონი. 99-2000 წლები. 2001. და უკრაინაშვილმა ერთი ბრძანებით ეს 10-ვე ბატალიონი გააუქმა. მან გააუქმა სამხედრო დაზვერვა, კომანდოს ბატალიონი, ტექნიკური დაზვერვა. ბევრი რაღაც მაშინ ჩამოთვლილი მქონდა მახსოვს და რაღაცა 10 სისტემამდე ადიოდა ისა სამთომსროლელი ბრიგადა. მოკლედ ბევრი დანაშაული ჩაიდინა რა. ერთ-ერთი დანაშაული არის გენერალური შტაბისა და სამინისტროს გადატანა მაშინ დაუსახლებელ, ნუ რა ძალიან ცოტა დასახლების მქონე იმ ადგილს თამარაშვილზე. ეხლა რო ქვია თამარაშვილის ქუჩა, ხო? იქ ხო იყო თავდასამინისტრო და გენერალური შტაბი. და იქ დასახლება ძალიან ცოტა იყო. და მან გადმოიყვანა მჭიდრო დასახლებულში. უზნაძის ქუჩაზე. უზნაძის ქუჩაზე. რატო არის ეს დანაშაული? ერთ რამდენჯერმე მაქნა თქვა. იმიტომ რომ სამხედრო სახელმძღვანელოების მიხედვით საბრძოლო მოქმედების დაწყებისას ფოტოშოთი რასაც ჩვენ უკრაინაში ძალიან ხშირად მისმის, ხო, რუსები ცდილობენ გაანადგურონ უკრაინელების მართვის პუნქტები, უკრაინელები ცდილობენ გაანადგურონ რუსის მართვის პუნქტები. ყველაზე დიდი მართვის პუნქტი არის გენერალური შტაბი და სამინისტრო. მოიtom რასაკროლია ვინც არ უნდა დაიწყოს ომი საქართველოსთან, რუსებმა, თურქებმა, სომხებმა, აზერბაიჯანელებმა, პირველ რიგში ვალდებულები არიან ესროლონ გენერალურ შტაბს და თავის სამინისტროს. და სანამ ამ თამარაშვილზე გადაიტანეს რუსებმა გენერალური ისა სამხრეთ კავკასიის რა ერქვა მაგას ზაკოს რასაც ეძახა. ზაკოს რასაც ეძახა გენერალური სამხედრო ოლქის სამხრეთ კავკასიის საკავკასკი ვაინი ოკრუგ ესე რამონი რა. ეს იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი რა. ხო, ესე გამოდის პირდაპირ თუ გადმოვთავაზო. და მანამდე იყო თავისუფლების მოედანზე. დღევანდელი თავისუფლების მოედანი რაცა. და როდესაც გაჩნდა საშუალო დისტანციის რაკეტები, ანუ თურქეთის საზღვრიდან შეეძლო თბილისისთვის, დაერთხათ ის გადაიტანეს დაუსახლებელ ადგილზე. საბრძოლო მოქმედების დაწყების შემთხვევაში თუ დაარტყამდნენ ამ ზაკოს, მოსახლეობაში მსხვერპლი არ ყოფილა. არის განსხვავება. ეხლა ბატონო ლაშა გენერალისიმუსი სააკაშვილი და მისი ფელდმარშლები პარამიძეები, ოქრუაშვილები და კეზერაშვილები ამ ხელა სტრატეგიული კაფლებს რო ვერ გააკეთებდნენ. ჩემზე უკეთესად იცით. ჩემო კარგო, როდესაც ადამიანი ვერ აკეთებს სიტყვაზე ვთქვა ნეიროქირურგიულ ან კარდიოქირურგიულ ოპერაციებს, ის მიდის იმასთან, ვინც ამას აკეთებს, ხო? იმას თხოვს, რომ დამეხმარეო და გამიკეთებ. როდესაც შენ ვერ აშენებს სახლს, შენ მიდიხარ მშენებელთან და სთხოვ, რომ სახლი აგიშენოს. ხო მართალია? გასაკვირველი. როდესაც შენ არ იცი ჯარის მართვა, აწყობა და აშენება და შენ არ იცი რას ნიშნავს კომანდოს დანაყოფი და 2004 წელს იყენებ მაგათ როგორც სახაზო ნაწილს, თან სანგარს უკეთებ ისეთ ადგილას, სანგრის გამკეთებელი ბრძანების გამცემი რო უნდა ტრიბუნალზე წასულიყო აუცილებლად. იცი როგორ იყო სანგარი გაკეთებული 2004 წელს, სადაც კომანდოს ესვამდა. იყო გორაკი, რომელიც იყო ცხინვალისკენ ღია და ამ გორაკის ზევიდან სადაც 30 მეტრში იყო სანგარი, სადაც უნდა ჩასულიყვნენ ჩვენი ბიჭები.
როდესაც არ ეზარებოდა რუსები და ბიჭები იცვლებოდნენ რა, ეს ხო ხდება ჩანაცვლება. აი ამ ნაწილში როდესაც მოძრაობდნენ ესროდნენ. და იქ იყო მსხვერპლი ხოლმე. და ვინ გათხარა ეს სანგრე? ჯარისკაცმა, მაგრამ მან მიიღო ბრძანება. ო, ვინ უბრძანა რა თქმა, ჯარისკაცმა ის გააკეთა, რაც უბრძანეს, მაგრამ კი ბატონო, იქ გაცა ბრძანება იმან, ვისაც არ უნდა გაეცა ბრძანება, აი ამ დონეზე. რას უბრალია? გენერალურ შტაბის უფროს ნებისმიერ ბრძანების გაცემის უფლება აქვს, მაგრამ არ უნდა ჩაწვდე აი აქამდე. მაშინდელმა გენერალურ შტაბის უფროსმა იოკოლიძე იყო. გაცა ბრძანება. იქ გათხარეს იმის და მიხედვით, რომ კომანდოსების მეთაური ძალიან ეწინააღმდეგებოდა და რასაკვირველია ეფექტი ვერ მივიღეთ ვერანაირ. უცებ ოქროშმა გადაწყვიტა რომ კომანდოსები არაეფექტური ჯარია და გააუქმა. მე გადაწყვიტა რომ თაში ჩვენ ქართველები ძალიან ადვილად დავდივართ და სამთომსროლელი გააუქმა. და ასე გააუქმა ძალიან ბევრი რაღაც. სამთომსროლელი საჩხერის იმას რო ეძახიან ბატალიონს ეს იყო, ხო? კი ბატონო, ეხლაც არ არის, დღემდე არ არის, ჩვენ არ აქვს სამთომსროლელი დანაყოფი იმის და მიხედვით რომ საქართველოს 80% მდა. ჩვენ გვყავს სამთო მომზადების სკოლა. იცი რა, როდესაც იქ გაივლის ადამიანი ორ კვირას ეს ფაქტიურად რაღაც ექსკურსიაზე რა სამთომსროლელში. იმიტომ რომ სამთომსროლელი უსერიოზულესი გვარებობაა ჯარის. როგორც კომანდოსები ძალიან სერიოზული დანაყოფი. ეს მოგონილი არის ვიეტნამის ომის დროს თუ ვიეტნამის ომის შემდეგ კომანდოსების სპეციფიკური ჯარი. კი ბატონო. ბატონო ლაშა, რომ წავიდეთ ჩვენი საუბრის ბოლოსკენ და სასრულისკენ. ეხლა სამწუხაროდ არ მახსენდება კონკრეტულად ვისი გამონათქვამია, მაგრამ არის ესეთი ცნობილი გამონათქვამი, რომ დიპლომატიის არდადეგებს ომი ეწოდება. ანუ ომი იწყება მაშინ, როცა დიპლომატია გადის არდადეგებზე. როგორ ფიქრობთ თქვენ? საქართველოს აქვს თუ არა იმის შანსი და შესაძლებლობა, რომ დიპლომატიით და საერთაშორისო ვითარების სწორი განსჯის, სწორი გაანალიზების და ეროვნული ინტერესების შესაბამისად გამოყენების გზით მიაღწიოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. რასაკვირველია კი, თუ ეყოლება ძლიერი ჯარი. ჩვენ სულ რატომღაც ისა გვაქვს რა, რამხელაა რუსეთი. არაბული სამყარო რამხელაა. ნაკლებია? ჯარი არ აქვს დამატებული კიდე ირანი, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ისრაელი საერთოდ არ უნდა არსებობდეს, ხო? კახეთის ხელა უდაბნოზე ხალხმა გააკეთა ისეთი სახელმწიფო, რომლის ჯარი წინააღმდეგობას უწევს ირანის ჯარს, რომელმაც ორჯერ თუ ხუთჯერ თუ ექვსჯერ იომა რუსებთან. ტანკი იყო რუსული, ეკიპაჟი იყო რუსული. თვითმფრინავი იყო რუსული, ეკიპაჟი იყო რუსული. ქვეით ჯარს მოყვებოდნენ ოფიცრები რუსები, ინსტრუქტორები იყვნენ რუსები. ეხლა დროშა იქ გინდა ეგვიპტური დააჭერინა, გინდა სირიის და გინდა უშუალოდ რუსის. ებრაელებმა იომის და მოუგეს. შვეიცარიაზე როცა ლაპარაკობენ ქართველებს რატომაც ისაუბრთ, გერმანია იმიტომ არ დაესხა თავს შვეიცარიას, რომ იქ ძალიან ბევრი ფულია. კი ბატონო, ძალიან ბევრი ფულია. მაშინაც ძალიან ბევრი, მაგრამ რო დასხმოდა თავს, მთელი ფული იქნებოდა გერმანიის, ხო? და თუ რაღაც მსოფლიო განაცხენდებოდა, ისედაც განაცხენებული იყო და ისედაც მთელი მსოფლიო ემებოდა გერმანიას, ვერაფერს ვერ გავიგო. მაგრამ კარგავდა რა, შვეიცარიის ჯარი ისე არის აწყობილი, რომ თუ იქ ვინმე შედის ჯარით, სათვალეთ რომ მთელი საბრძოლო ეკიპირებით, აღჭურვილობით ეს ჯარისკაცი ხდება ჭაობში. ჭაობიდან ყოველგვარი ეკიპირების გარეშე ამოსვლა არის რთული და ეკიპირებით პრაქტიკულად შეუძლებელია. ჯარი უნდა მიესადაგებოდეს ჩვენს ქვეყანას, როგორც ძალიან სერიოზულმა ამერიკელმა ჩვენმა მრჩეველმა საქართველოში მრჩეველად იყო და რაღაც ნაცნობა გაჩნდა. იმან თქვა რომ თქვენ უნდა შექმნათ ჯარი არა ისეთი როგორც ამერიკას ყავს, არა ისეთი როგორც გერმანიას ყავს. ანუ როგორც თქვენ გჭირდებათ. ჩვენ ხო არ გავაკეთოთ ისეთი ჯარი როგორც გერმანიას ან ბრიტანეთს ყავს, უარეს ხო სერიოზული ჯარი ყავს. ჩვენ გავაკეთეთ ისეთი ჯარი როგორც ჩვენ გჭირდება. და თქვენ უნდა შექმნათ ისეთი როგორც არის თქვენი ისტორია, თქვენი გამოცდილება, თქვენი ხასიათი, თქვენი ტემპერამენტი, თქვენი გარემო, სადაც თქვენ შეგიძლიათ ომი და როგორც შეგიძლიათ ომი.
და ჩვენი კოზირი ამ შემთხვევაში არის სამთო მოქმედებები ომში და არ მისცე მოწინააღმდეგეს, გინდა აზერბაიჯანი იყოს, გინდა სომხეთი იყოს, გინდა თურქეთი და გინდა რუსეთი. გაშალოს თავისი ჯარი საბრძოლო მოქმედებაში, ანუ ბილიგზე უნდა დაიჭირო. ეს მე ვამბობ ზოგად ფრაზას. სამაგისოდ არსებობენ ყავს ჩვენ ისეთი სამხედროები, რომელსაც დალაგება შეუძლიათ ჯარის. აქ მთელი საქმე იმაშია, რომ არა მარტო დღეს არსებულ ხალხთან, არამედ როგორც ამერიკელები წავიდნენ ეს თავის დროზე, NGO საიდან წამოვიდა თავიდან, პენტაგონიდან, მათ შეაგროვეს თავისი დიდი გამოცდილების მქონე სამხედროები, დაუნიშნეს ხელს შექმნეს NGO. და ამის შედეგად დაიწყეს ჯარის რეფორმა. და თუ ხდება ჯარის რეფორმა, ყოველთვის მონაწილეობენ ის სამხედროები, რომლებიც უკვე გასულებიერენ თადარიგში. NGO-ების სახით. იქიდან მოდის შევადარიგები. ჩვენ გვყავს ესეთი სამხედროები, რომელსაც შეუძლია თუ მოინდომებს ჩვენი მთავრობა, მათ მოწვევას, დასმას, ამოცანის დასახვას და ახალგაზრდა სამხედროებთან ერთად შესანიშნავი ჯარი გაკეთდება. რომელსაც ანგარიშს გაუწევს თურქეთიც, რუსეთიც და ჩინეთიც. იმიტომ რომ ჩვენი სპეციფიკა არის ის, რაც არც თურქეთს აქვს, არც რუსეთს მით უმეტესად. მთა არის. კი ბატონო ვაშა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გადაცემაში მობრძანებისთვის. მაგრამ უპირველეს ყოვლისა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღვაწლისთვის, თქვენი მონაწილეობისთვის. ყველა ომში, რომელიც კი წარმოებულა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და კიდევ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ 311 წარმატებული ოპერაციისთვის, რომლებიც აკეთებენ ოპერაციას და აი მაგათთვის მადლობის გადახდა, რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი და მე მგონი ჩვენს მთავრობას სამარცხვინო ფურცლად არ ჩაეწერება თუ რაღაც დაიბარებენ ხო და რაღაც სიგელს მაინც მისცემ. კი ბატონო, ნამდვილად იმსახურებენ ეს ადამიანები თქვენი სამადლობით სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის დაფასებას. მე გავაკეთე სისტემა. მე გავაკეთე სისტემა, რომელიც ემსახურებოდა, რომელიც ამოცანა იყო დაჭრილი ადამიანის გადარჩენა. კი ბატონო, მაგრამ სისტემის აწყობა და მისი ეფექტიანად მუშაობა მთავარი ბატონო. ხო, კარგი მუშაობა. კი ბატონო, და ამისთვის გიხდით კიდევ ერთხელ მადლობას. ეს ჩემი ვალია, ჩემი სამშობლოს წინაშე. მადლობა ასევე მაყურებელს ყურადღებისთვის, გემშვიდობებით და რეჟიმის ანატომიის მომდევნო ეპიზოდით დაგიბრუნდებით.